რას ჭიქჭიქებ ჩიტუნავ? სატრფოს ეძებ? მეც მოვძებნო? ეგ ჯერ კიდევ მოიცდის. ხო? აბარა, თუ საჩემოს მივაგნებ. შენ როგორ შეძებ? ლამას? დატკბილ ხმოვანს? მოიცადე? სწორედ ასეთი ვნახე. აი იქ, იფანზე. ხო, სწორედ შენთვისაა ზედ გამოჭრილი. პიტერ, ეს რატომ გააკეთა? ეს მე გეკითხები, rodemde უნდა იდგე ასე უსაქმურად. თქვენს მას ურჩევნია კარის მსახურად იმუშაოს. ეს სამსახური ჩვენ სოფელში შეუძლია იშოვოს. დღეს ხომ აქ მეფისასული ჩამოდის. მეფისასული? ჩვენთან? სამისოთ მეტის მეტად შტერია. წადი, საქმე არ იცდის. როგორ მოიქცევი თუ კი უფლისწული შემოხედავს. თვალებს დავხრი. ჭიქა როგორ უნდა დაიჭირო? აი ასე. ხო. დაბიოებს ხელს როგორ დაუქნევ? აი ასე. ღიმილიც ასეთივე უნაკლო უნდა გქონდეს. ლუიზე, ასე. ხილად. ძალიან ვიწროდ მიკრავ. შესაძლოა დედა შენს ჩემი ჩაცმის საკითხი არ ადარდებდა, მაგრამ ამიერიდან ძველებურ წესებს აღვადგენ. მალე ჩამოვა? ვინ? მეფისასული. ალბათ ძალიან ლამაზია. ალბათ. წავალ, ნახავ. შეჭერდი. ჩვენ ნახავთ. შენ კი სახელოსნო დაგავე. რადგან ჩემზე უფროსები ხართ, მხოლოდ ამიტომ მეკცევი თუ სამართლოდ? არა, იმიტომ რომ შენზე ჭკვიანები ვართ. ნელა. ვერავინ განჭვრეტს უფლის გზებს. მამაო. მოწყალება გაიხეთ, მამაო. მოწყალება გაიხეთ. საბრალო მშიერი ბერი კაცი. ხელი განძრიე და უფალი შეგეწევა.
შეხედე მღვდელი, რა სიტყვი? არ გირშვილო. ერთი ორს ლუთაკებდა? გაჭერდი. ამაზე უხვი ნადავლით შეგვხვდება. აი ეს ვაჭარი. ვაჭარი? მაგას ერთი მსუბუქი წათაგებას ეყოფა. მიხვდი, მოიცადე. ყაჩაღის პირველი წესი არ დაგავიწყდეს. სიუხეშე. სიუხეშე. ოღონდ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხო, ეს ისედაც ვიცოდი. აბა, მაჩვენე როგორ შეგიძლია. გაიღიმე. თუ არ მინდა როგორ მოვიქცე? მეფის ასული ვალდებულია გაიღიმოს. ხო, ველთვის. ამდე ხანს სად არის? ბატონებს არ აღელვებთ, რომ გვალოდინებენ. არა, მოიცადე. ბოდიშს ვიხდი. დიახ. ეს თქვენ დაგივარდათ? დიახ, რა თქმა უნდა. მადლობთ. მოდი აქ. ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლო. ფრთხილად ბატონებო, ფრთხილად. მე რომ მკითხო, ჯობდა უფლისწული ჩამოსულიყო. შენთან? ნუ მაცინებ. მე უფრო შემიძლია კეთილშობილი ქალბატონი გავხდე ვიდრე შენ. გადაღძუებულო ბებერო. შინაბერავ საქმეს მიხედე. კეთილო ქალბატონო. ძალიან მშია. საბრალო მოხუცისთვის საჭმელ სასმელს ხომ ვერ გაიმეტებთ? საჭმელი სხვაგან მოძებნე. გზას ნუ მიღობავ. უკნარა. საჭმელი მე თვითონაც არ მყოფნის. სიცილს გირჩევნია წკამები შეაკეთოთ. მეფისასული. რა? მეფისასული? უკვე აქ არის? მეფისასული მოდის. შენ ხომ უნდა მუშაობდე? უკვე ყველაფერი გავაკეთე. მეფისასულო. 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 საგაათავისუფლეთ. რა მშვენიერია. ულამაზესია. რა ლამაზია. ამას რძენი არსებები. დავედით, წინ. გასწით ცხენებო.
გაუმარჯოს მეფისასულს. მეფისასულს გაუმარჯოს. სულაც არ ყოფილა ძალიან ლამაზი. ის ძალიან ლამაზია. შენ რა გაგეგება სილამაზის. ქალბატონმა არც კი გაგვიღიმა. ამპარტავანი. ამპარტავანი? არა, უბრალოდ ნაღვლიანია. ნაღვლიანი? ის? თო ნაღველი კლავს. დააკვირდით მის თვალებს. დიდარი და ნაღვლიანი? ასეთი რამ მხოლოდ შენაერ ბენტერას თუ მოვა თავში. ბენტერა. ლოტეს საქმეს მივხედოთ. ხო. ასეთი საქციელი. მეფისასულს არ ეკადრება. მოწყენილი ვარ როგორ ვიცინო. ხვალ შენგან. უკეთეს ქცევას მოველი. რანაირად თუ კი სული მეხუთება. ეს რას ნიშნავს? ლუიზე. 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 ღვთის გულისათვის გამაგებინეთ აქ რა ხდება. არაფერი ისეთი, ნუ აღელდები. ედი. ედი. ჩემო საბრალო ძმაო. მომეჩვენა თითქოს შენ და ლუიზე კამათობდით. დღეს ხალხის წინაშე არც კი გაუღიმია. საბრალო ბავშვი. რბილად მოეკეცი. ხომ გახსოვს? ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც დედა გარდაეცვალა. მე კი ძვირფასი მეუღლე დავკარგე. ჩვენ ყველანი ვიტანჯებით. არაცხადია. პირველ რიგში შენ. მაგრამ ხვალ უფლისწული ამანდოსი ჩამოდის. რა? რას იფიქრებს უფლისწული ლუიზეზე თუ კი ის თავაზიანად არ მოიქცევა? იცი რა? ნიშნობა ხომ არ გადაგვედო. რას? ამას სერიოზულად ამბობ, ედუარდ? უფლისწულ ამანდუს უარი ვუთხრათ? ასეთი კარგი სასიძოა? მე თვითონ შევარჩიე საგულდაგულოდ. მდიდარია, კარგად იცვამს, თავაზიანია და შესანიშნავად ჯირითობს. ვიცი, მაგრამ ქორწინება ლუიზესთვის საუკეთესო გამოსავალია. მერწმუნე. გადაერთვება ახალ გარემოში მოხვდება. მხოლოდ იქ იგრძნობს თავს უკეთ. დაველაპარაკები. ჯობს მე დაველაპარაკო. ხო? ხო. ეს შეთანხმებები გადაუდებელია. მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევს. ყველაფერი უკვე შემოწმებულია. მართლა? უშენოდ რა მეშველებოდა. იდი. დედიკო. ნედა ახლა ჩემთან იყო. მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამიდაც თავს დამანებებდა.
აბა, მეფის ასულმა ხელი როგორ უნდა იქნიოს? წუთში 70 ჯერ სუსტად. სუსტად. როგორ მძულს ეს? ჩემო ძვირფასო, მამიდას შენთვის სიკეთე სურს. ამიტომაც ხვალიდან ღიმილის ოსტატი რკინის წვერა მოგხედავს. ოღონდ ეგ არა. შენს თავს დააბრალე. მამას დაველაპარაკები. ხო, რა თქმა უნდა, შესჩივლე. უფრო მეტად დაადარდიანე, თითქოს ისედაც აკლდეს სადარდებელი. შენ მას საფლავში ჩაიღბა. დედა შენის პორტრეტით და შენი სიჯიუტით. არა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, ლიზა. რა გინდა? სკამი. საკმარისად მყარი რომ იყოს. ჩვენ ყველაფერი მყარი გვაქვს და არ ყანყალებს. რა მეტკინე? რა ჩაიდინე, შებენტერა? მე რა შუაში ვარ? მას არ ყანყალებს? გეტყობა. თუ ასეა, სხვა დურგალი მოძებნე. ჩვენ ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. სხვა შორს ცხოვრობს. კარგი. რამდენი გინდათ? 6 ტალერი. 6 ტალერი? კარგი, შენთვის 4. 4? ბერტმა 5 გადაგვიხადა. არა, მხოლოდ 2. 2 ტალერი. შევთანხმდით. კარგად ბატონებო. რა პენტერა ხარ? კაცი პატიოსნად უნდა იქცეოდეს. მხოლოდ ბრიყვია პატიოსანი. ამ შტერს ვერაფერ შეაგნებინებ. აი შენ შესაფერისი ადგილი დედა. რკინის წვერა. მეფის ასული აუცილებლად უნდა იღიმოდეს. მოწყალეთ და მეფურად. ხედავ ერთმანეთს კარგად ვუგებთ, როგორც ყოველთვის. თქვენის ნებართვით, ისეთ ლანქად და ხმამაღლად არ უნდა იცინოდეს, როგორც გარდაცვლილი დედოფალი. უფალმა გაანაცვლოს მისი სული. ეს ვინ გაბედა? სახურო. მოაძილეთ აქედან. დამიჯერე. ძველი დრო დასრულდა და აღარასოდეს დაბრუნდება. თუ კი მეფის ასული უფლის სულზე დაინიშნება, მაშინ აქ ისევ წესრიგი დამყარდება. ჩემო რკინის წვერა. ადგილზე ვართ. ძალიან მშია და მწყურია. ძეხვი და პური გქონიათ და ცოტაოდენი ღვინოც, საბრალო ბერი კაცისთვის ნუ დაგინანებათ. მაშინ ჩვენ არ გვეყოფა. ეგრეა. შენ გზას დაადექი ბერი კაცო. თორემ თავში ხედა გეცემა. სად გაქრა ის კაცი? აქ არ იყო? რა ვიცი,
ბეშმაკსაც წაუღია. მე რატომ წინაზე მე მოვჭერი? ეს რა წარმოდგენაა? სკამი შევაკეთე. ყველაფერი მიალაგე, პენტერა. უკვე მივალაგე. რა დაგემართეთ? წეული დოდი. ახლა ვინ მოჭრის ხეებს? ვინ და მე? შენ მეტისმეტად სულელი ხარ, ფეხს მოიჭრი. ან ცულს ჩაირტყამს თავში. ფრთხილად ვიქნები. აი ნახავთ. საგზლად ნაცარში გამომცხვარი კვერი წაიღე. ჩვენო უდიდებულესობავ, ოსტატური ღიმილი უნატიფესი ხელოვნებაა, რაც კი ადამიანს ძალუძს. რა არის მასთან შედარებით მუსიკა ან ფერწერა? მე მდაბიურ სიცილს როდევ გულისხმობ, რაც უკანასკნელ ხებრესაც კი შეუძლია. არამც და არამც. მე სრულყოფილ ღიმილზე გელაპარაკები. ღიმილზე, რომელიც 17 კუნთის თანადროული მუშაობის წყალობით კეთილშობილურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ცოტა ვინმეს თუ შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირველი კუნთი არის, როდესაც ტუჩის კუთხეს ზემოთ წევ. ნუ და გავიწყდება ღვრიმალის დიდი კუნთი. კარგი, იკვეყოფა მშრალი თეორია. ახლა კუნთები მოვადუნოთ, რომ შემდგომ უკეთ გვემსახუროს. მეხუმრებით. მუდამ ამას ვიმეორებ. ღიმილი სერიოზული საქმეა. გამარჯობა ბატონო გუგულო. სად არის აქ საუკეთესო ხეები? ხევის იქით? გმადლობ. გამარჯობა. ხმაწვილო. გაგიმარჯოთ. უსაშველოდ შია და მწყურია. საბრალო ბერიკაცისთვის პური და ღვინო გეკნებათ. გთხოვთ. ღვინო არ მაქვს. მხოლოდ წყალი და ნაცარში გამომცხვარი კვერი. თუ გნებავთ, ჩამოსხდეთ და ერთად ვჭამოთ. ძალიან კეთილი ხარ.
აი, კარგი ადგილი. ინებით. ეს ხომ საიდან გაჩნდა აქ კვერცხის ღვეზელი? წყალსაცღვინის გემოაქვს. მე ვიტყოდი უფრო რისლინგს გავს, არც მაინც და მაინც მშავეს და არც მაინც და მაინც ტკეპის. რისლინგს? ეშმაკმა დასწრებულს. წყალი იყო. სიცოცხლეს ვფიცავ. მე რისლინგი მირჩენია. ხოლო რა კი ასეთი კეთილი ხარ და ჩემთვის სასმელ საჭმელი არ დაგენანა, სურს რაღაც მოგცე, რაც ბედნიერებას მოგიტანს. რას ამბობთ? სიამოვნებით გაგიყავით ლუკმა. აქ ერთი ბებერი ხეა. ის მოჭერი, აი, ის. ეს ბებერი ხე? ხო. ედი, მოჭერი. მოჭერი. კარგი. ეს ხომ? კეთილო კაცო, ეს მე არ დამიმსახურებია. სად ხარ? უთუოდ მესიზმრება. შენ ამბობ რომ არ მესიზმრება? მართალი ხარ? შენ ნამდვილად არსებობ. ოქროს ბატი. ძმებს როგორ გაუკვირდებათ? რატო არ ღირს? შენს თავს წამართმევენ? შესაძლებელია, მაგრამ აბა რა მოგიხერხო? რა ჭკვიანი ხარ? მეფის ასულთან წაგიყვან. დონი კარგი ადგილია. არავინ თუ არ მოვიდა, რა ვქნათ? სასახლეში ყოველთვის დადიან, ვიღაცა აუცილებლად მოვა. აბა ყაჩაღის მეორე წესი გაიხსენე. მოჰკვეთე. თავი? თავი მოჰკვეთე. თავი მოჰკვეთე, თუ სხვა გზა არ გაქვს, ოღონდ ეს მეშვიდე წესია. და მეორე რა ხარ? ყაჩაღს უნდა შეეძლოს ლოდინი. ლოდინი. გამარჯობა ლიზა. გაგიმარჯოს. ეს ხომ მოიცადე დადექი? რა?
ეს ბატი საიდან ყავს? ბერიკაც მომაჩუქა, იმიტომ რომ თავაზიანად მოვეკეცი. ის ხომ სუფთა ოქროსია. და მას იღბალი მოაქვს. ამიტომაც მეფის ნახვლიან ასულს ვაჩუქებ. მას უფრო სჭირდება. მეფის ასულს? მას ხომ ისედაც აქვს იღბალი. ისეთი ამბარდავანია, არც კი მიგიკარებს. ამ შვენიერ ბატს კი წამსვე წაგართმევენ. წამართმევენ? ო, მე გაშლილი მკლავებით მიგიღებდი. ყოველთვის ძალიან მომწონდი. მოგწონდი? მე? უბრალოდ ამას არ გაგრძნობინებდი. ეს მახარებს, მაგრამ მაინც მეფის ასულს უნდა ვაჩუქო. არაფერი გამოგივა, უпростоრად. წადი. გასრები ისეთი მძიმეა, მაგრამ მე თვითონ გადავზიდავ. მოიცადე. კარგი, დაგეხმარები. მალე მოვალ ბატონია. უშენოდ რა მეშველებოდა. ახლა ადგილზეა. აი, შეგერგოს. დაიმსახურე. არა, უნდა წავიდე. მოიცადე. ჩამოჯექი. წყურვილით ნუ დაიტანჯები. კარგი. რა მაგარი ყოფილა. ჯობს წყალი დავლიო. რა სამბობ. ეს სასმელი მოგამაგრებს კიდეც, ეს ხომ ყველა მიცის. მართლა? კარგი. შეგერგოს. მადლობა. ახლა კი? დიახ. ახლა კი? მეფის ასულთან. დაიძინე ჩემო სულელო, თვალები დახუჭე. მე კი სულ ერთ ბუმბულს ამოვაძრობ. მორჩა და გათავდა. ხომ ასეა ბატონია? მოდი ჩემთან, მოდი აქ. მოდი საით გაგიწევია. წია. აბა ბატო, მოდი აქ. მოდი. ჩუმად. სტეკ. მოდი მოიცადე. წია. აი ასე. მოდი. ხომ დაგიჭირე. ღმერთო მივეწებე. ოჯახ კარგად გიმუშავია. ეხმის? ხედარი? მართალია შვილო, კიდევ რა გესმის? გვიახლოვდება. ასეა. შენი გულმოდგინება ქების ღირსია. მაგრამ თუ სმენას დაძაბავ, უფრო მეც გაიგონებ. სწრაფი ცხენია. ძალიან სწრაფი. ჯიშიანი. ასეთის გონა მხოლოდ კეთილშობილ ბატონებს შეუძლიათ. ჰერცოგი.
თავადი ან იქნებ უფლისწული ამანდუსი მეფის ასულ ლუიზეს ხელის სათხოვნელად სასახლეში მიიჩქარის. დროის შეგრძნება გაქვს გასავარჯიშებელი, ისე კი არა უშოვდა. და მუდამ გახსოვდეს ყაჩაღის მეოთხე წესი. მეოთხე. აი ის. ეგარა. უფლისწულს მხოლოდ მას მერე დაესხი თავს, როცა მზითვს მიიღებს. ესე იგი, უკანა გზაზე. ხო, უკანა გზაზე. ახლა კი აღნიშნული კუნთები დაწაბეთ. პირველ ყოვლისა ხრიმალის დიდი კუნთი. ტუჩის კუთხეების ზემოთ ასწიეთ და აი, ხედავ? ერთხელაც გიჩვენებთ. აბა, ყურადღება. დავძაბოთ კუნთები. ტუჩის კუთხეები ცხვირისკენ ავქაჩოთ. როდის ვითხოვ, მაგრამ ცოტა მეტად უნდა გაისარჯოთ. ხომ იცით, მამიდა თქვენისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ღიმილი. იქნებ ყვრიმალის დიდი კუნთი პირდაპირ სახეზე მიმაკერონ. ან დამოვიფიქრე, ასე ჯობს. აიღეთ წებო და ღიმილი პირზე მომაკარით. ხოლო ტუჩის კუთხეებს რაც შეეხება, ყველაზე უკეთ იმ შემთხვევაში აიქაჩება, თუ თავდაყირა დავდგები. როგორ ფიქრობთ, ღირს? აი ასე, რა სიტყვით? გაოგნებული ვარ თქვენ მუდიდებლესობა. არის რამე, წინსვლა. არის, როგორ არ არის? დიდი იმედი მაქვს. უფლისწული ამანდუსი მალე აქ იქნება. გეხვეწები, გამიშვი. ჩემი ბატი სად არის? ჩემო ბატონია. გთხოვ, გამიშვი. გამიშვი, თორემ შენგან ოქროს ჩახოხბილს მოვამზადებ. ლიზელ? შენ ხარ? ბაც რას უშვები? მე უბრალოდ მინდოდა რომ გინდოდა მოგეპარა? მე? არა. მხოლოდ 1-2 ბომბული მინდოდა ამომეგლიჯა. მერე? მივეწებე. მიეწებე? როგორ გავაჩუქო მეფის ასულს, ბატი, თუ კი ზედ მიეწებე? შენც მოაჩუქებ. ერთად წავალთ და მერე დრო გიჩვენებს. კი, მაგრამ ლოტე. ეგ თუ ბაც დაინახავს მორჩა, გათავდა. ჩქარა, სახლში ჩქარა. მაგრამ ბატი ხომ მეფის ასულისთვისაა. ჩემს დას ცუდად იცნობ. და საერთოდ ჯობს დამალო. თორემ უფრო სწრაფად მოგპარავენ, ვიდრე გონია. გონი გადავრჩით. ლიზელჰემ. საით გაგიწევია. შენი საქმე არ არის. ბენტერა და ქალბატონი მათხოჯი. რა მშვენიერი წყვილია. არა. ღმერთმა დამიფაროს. გეტყობათ კიდეც. რა ხმა? ეს რაღა გაქვთ? ეს მისი მუცელია. ის ხომ სუფთა ოქროსია. ოღონდ იცოდე ხელით არ შეეხო, თორემ შენი თან წაყვანაც მომიწევს. სულელი ხომ არ გგონი ვარ. არა? არა. აბა ვნახოთ. არა. მივეწებე. ლიზელ. მოგეწებე. რასულელი ხარ, ლოტე. ლიზელ, მართლა მოგეწებე.
ლუიზე, მამა, დედა შენივით მშვენივრად გამოიყურები. ნეტავ დედა ახლა ჩვენთან ერთად ის შენით იამაყებდა, ისევე როგორც მე. უფლისწული გაგაბედნიერებს შვილო, დამიჯერე. ისევე როგორც მე გამაბედნიერა დედა შენ. შენთან ერთად უფრო კარგად ვიქნებოდი. თვალის ჩინივით მოუფრთხილდი, თორემ წამში უთავოდ დარჩები, გასაგებია? ხუმრობა იყო. უფლისწული ამანდუსი, რა ტლანქი უმორია. ლუიზესთვის სწორედ შესაფერია. მეფეო? თქვენ აუდიდებულესობავ? უფლისწულო ამანდუს. პრინცესა ლუიზე. მოგესალმებით. აქამდე ყველაზე მშვენიერი არსება ჩემი რაში მეგონად და თურმე ვწდებოდი. იცით, ძალიან წყურია. გთხოვთ. სად მივდივართ? მეფის ნაღვლია ნასულთან. სასახლეში? კეთილშობილ ბატონებთან ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო. მაშინ სახლში დაბრუნება მოგიწევს. არაფერი გამოვა მყარად მივეწებეთ, მაგრამ სხვა კაბა მაინც ვერ გაგალამაზებს. სწორედ ასეა. რაო? მინდოდა მეთქვა ისედაც ლამაზი ხარ მეთქი. რა თქვი? ეს აწოწილი ლამაზია? პენტერას კარგი გემოვნება ქონია. და მე არ ვარ ლამაზი. შენც ლამაზი ხარ. ეს ქათამი? შეჩამომხმარო, გასიებულო ღორო. ორი ლამაზები ხართ მართლა. რაო? ეს რამეს მის? პენტერავ. უბრალოდ მინდოდა რომ ორივესთან გინდოდა გართობა რა? კიდევ კარგი. უფალი ხედავს ყველაფერს. ასე არ არის მამაო. მოდით აქ სწრაფად, ცოდვის შვილებო. არ გწვენიათ, მამაკაც რომ დასდებთ. მის გარეშე. არ გამოვა. სწრაფად. ღმერთო დიდებულო. ეს რა არის? ის ხომ სუფთა ოქროსია. არ შეეხოთ, მამაო. რას ამბობ? წადით. შინ მოусვით. ზე შეცდომილს პირისპირ დაველაპარაკები. ორივე ბაც მიეწებდნენ. თქვენ რა? მასულელებთ? არა. სოდომი და გომორი. ასე იოლად არ გაგივათ. მოგვეწება. რა უნდა მექნა? იმ გაყვაყოჩებულ გენერალს უკანალში ისეთი წიხლი ამავარტყი, ტბაში ყირამალა გადაეშვა. რა დაგებართათ? არ მოგწონთ ეს ამბავი? დიახ, მაგრამ იცით უფრო შემეცოდა. ვინ? მე? გენერალი. შეგეცოდათ? რა გული სამაჩუყებელია? ჩვენი კეთილგანწყობის ნიშნად და იმ ზითვის საწინდრად, რასაც იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ კი პატივს დაგვდებთ და ჩემს ძმის შვილზე იქორწინებთ. გაგიმარჯოთ? ასევე გაუმარჯოს ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც ჩემს სასახლეს თავისი სილამაზითა და დახვეწილი მანერებით დაამშვენებს. ნეკათითი როგორი აპრეხილი აქვს? ასე ვინ გაწვრთნა? მომიტევეთ, ვერ გავიგე? ხუმრობა.
თქვენ არასოდეს იცინით, ხუმრობა არ გესმით? როგორ არა? უბრალოდ მაშ მიჩვენეთ. მიდით, გთხოვთ. რა? ეს რას ნიშნავს? მაჩვენოს, რომ სიცილი და ღიმილი მართლა შეუძლია. მიდი, დროზე გაიღიმე. წუხვარ, მაგრამ მტირალა არ მჭირდება. მეფე ედუარდ, თქვენ აუდიტებულესობა, ნება მიბოძეთ და გემშვიდობათ. უფლისწულ ამანდოს მოიცადეთ. ეს რა თავნებობაა. კი, მაგრამ რატომ გავიღიმო? უფლისწული ტლანქი და ბოროტია. ამას ჯიბრით ამბობს. ნამდვილად არა. რა თქმა უნდა არა. უბრალოდ ის ლუიზეს შესაფერისი არ არის. ლუიზესთვის მუდამ სიკეთე მსურდა. მაგრამ თუ კი ეს შენთვის არ გმარა, ვინმე სხვა გამონახე. ედელტრაუდ, გთხოვ, მოიცადე. ვიცი, როგორც ყოველთვის მისთვის კარგი გინდოდა, მაგრამ ლუიზეს მოსიყვარული მამაკაცი სჭირდება. ისეთი, ვინც გაახალისებს. სულ ერთია მდიდარი იქნება თუ ღარიბი. რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. მართალი ხარ, როგორც ყოველთვის. ცოლად იმას გაყვეს, ვინც მის გაცინებას მოახერხებს. შესანიშნავია. და ასე იყოს. სულ ერთია ვინ იქნება? თავარია შენ სახეზე ღიმილი დამანახოს. შენს ხომ ეს გინდა? კარგი ნასროლია. ხედარი. ვინ არის? უფლისწული. მზითვით. უფლისწული. ყვილად ნუ გაირჯები. ყაჩაღის მეხუთე წესი რა არის? მეხუთე? პატარ-პატარა ეშმაკობები ცხოვრებას გაგვიადვილებს. ჩემი რაში? ცხენიო, შეამოწმე. რა გინდა ჩემგან? მზითვები? მზითვები? მისი უდიდებულესობა მეფე ედუარდი აცხადებს, ვინც მეფის ასულ ლუიზეს გაცინებს, მისი მეუღლე გახდება. ვის რაში სჭირდება ეგ უჟმური? მე ნამდვილად ამჭირდება. წავალ. პენტერას მოვძებნი. კარგი, წადი. მე აქაურობას მივხედავ. არაფერი აქვს. სულ არაფერი. მხოლოდ ეს მამა. ჩემი ძეტყვი.
მაშინ თქვენი უდიდებულესობის სანაცვლოდ გამოსასყიდს მოვითხოვ. ხო, მაშინ თქვენი უდიდებულესობის სანაცვლოდ გამოსასყიდს მოვითხოვ. გამოსასყიდი მოინდომეთ, ახლავე გამათავისუფლეთ არამზადებო თორემ ციხეში ჩაკრით. ბრძანებ ჯერ გაგსკეპლონ და მერე ნაკუწებად დაგჭრან. მაინც საით მივდივართ? სასახლისკენ. მეფის ნაღვლიან ასულს ოქროს ბატი უნდა ვაჩუქოთ. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. მაგრამ დაფიქრდი შვილო ჩემო, კიდევ უფრო მოწყალე მაშინ იქნები თუ კი ამ ბატს გაჭირვებულებს აჩუქებ. ამაში სიამოვნებით დაგეხმარები. წამოდი დავბრუნდეთ. და თვითონ დავკლათ არა, მამაო. გაუგონარი რამა. ნუ ხარ კამათობთ. აბა ოქროს ბატს ვინ მიეწება? მე სულ რაღაც ორიოდე ბუმბული მინდოდა. ამას ვინ დაგიჯერებს? დამაცადე ჩამომხმარო. ვერ მომწუდები შეშინა ვერა. მე მეფის ასულთან მივდივარ. ხელი გამიშვით. ნუ მეკაჩებით. ხილად. არა, ასე ნუ კაჩავთ. არ მინდა საიქიოში. ამომიყვანეთ. მომიხმარეთ. რაც შემიძლია ვაკეთებ, მამაო. ქვილის ტომარასავით მძიმეა. ფიცარივით მაინც არ ვარ. შეურაცხყოფას მაყენებთ. ჩემი პარიკი. ბოლოს და ბოლოს ამომათრიეთ. შემდეგი. ვაიმე ჩემი თმა. აქ ობობა. ობობა. ხილად. ნახე რამ ხელა ობობა. ცოტა ნელა გეთაღვა. მოვდივარ. ლოტე დროზე. მამა, ოქრო. ოქრო? რამდენი არიან? 4. უეჭველად სასახლეში მიდიან. აბა წესი? მესამე? მეხუთე. აბა? პატარ-პატარა ეშმაკობები. ცხოვრებას გაგვიადვილებს. აბა, დამიგავე? წამოდი. წამოდი. დღეში ერთმანეთს ხვდებიან კურდღელი, დათვი და მელა. კურდღელი ეუბნება დათვს. ორი გნებავთ. არა, მადლობა.
აქ რიგია. შენ ბეტერას მოსაძებნად არ წახვედი? ვერ ვიპოვე. ეს ხომ რა, არ გინდა მოიცადო? მოცდა მოგიწევს და საერთოდ. მეფის ასული ჩემია. შენც მოიცადე. იქით. სწორად მივდივართ. გზაჯვარე დინზე ეწერა სასახლე, სანაპირო მიმართულებით კი უფსკრულია. მაშაკაურობა ასე რატომ გამოიყურება? მე როგორ გამოვიყურები? ალბათ მალე მივალთ. მე შინ წასვლა მერჩივნ. ნეტავ მეფე რას იფიქრებს? რომ ორ ქალს ერთად დავდევ? ბატონები მასხრად ამიგდებენ. ერთმანეთს ხვდებიან ყურდღელი, მელა და უკვე გაიგე? ვინც მეფის ასულს ვერ გააცინებს, ციხეში სვამენ. დამიკავე. ღმერთო დიდებულო. გაიგე? ვინც მეფის ასულს ვერ გააცინებს, იმას ციხეში სვამენ. შეუძლებელია. იქით გზა აღარ არის. სწორედ ასეა. ცოდვას ნუ დაიდებთ. მოაღელდები, მამაო. ძალადობას არ ვცნობ. ხომ ასეა შვილო? ხო. თუ შეიძლება, თქვენი ოქრო მიბოძეთ. რა ოქრო? ჩვენ არაფერი გვაქვს. დიახ. აბა, ხელები მაღლა. ეს რომ ბატია. მთლიანად ოქროსია. მომეცით ბატი, მე შეგინახავთ. არა. დამიკავე. ჯობს მე მომკლათ. ბატი მეფის ასულისთვისაა. ის ძალიან დარდიანია. ქალბატონო, ბატს ხელი გაუშვით. ეს უცოდველი ქალია. კარგი, არც ისეთი უცოდველი. ხელს ვერ ვუშვებ. მივეწებე. ყველანი მივეწებეთ. სტეკ. წამომღერით. შენ კი? ბომ. ყველანი წინ. ხო, წინ. სწრაფად, ფეხი გამოადგით. გეტყობათ, რომ ცდილობდით. შენგან განსხვავებით. შემდეგი. არა, დღეისთვის კმარა. ძალიან დავიღალე. მაგრამ განა 40 ცოტა. ისევ ჯიბრით აკეთებს. არა, მართლა გეუბნებით. მამა, შენც ხომ არც ერთხელ არ გაქცინებია.
ახლა მამა შენზე როდი ვსაუბრობთ? გახსოვს ადრე როგორ იყო? ყველანი ერთად ვიცინოდით. თუმცა მაშინ, როცა ეს მამიდას კი არა, ჩვენ თვითონ გვინდოდა. ვერ ხედავ როგორაა დაქანცული. ხო. წადი. დაისვენე. იქნებ შეცდომა იყო. რა? ლუიზესთვის ისეთი საქმროს მოძებნა, რომელიც გაახალისებდა. ეს უნდა შევწყვიტოთ. კი, მაგრამ შენ მეფე ხარ. შენს სიტყვას წონა ხომ უნდა ჰქონდეს. შენი ქვეშევრდომები რას იფიქრებენ? მე მხოლოდ ლუიზე მადარდებს. მეც. მერწმუნე. ხვალ აუცილებლად ვიპოვით იმას, ვინც ლუიზეს გააბედნიერებს. ალბათ. მართალი ხარ. ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ხშირად სიძნელეებით არის სავსე. ჩემი ბატი. საით წავიდნენ? დამიბრუნეთ, ჩემი ბატი. ის ხომ მეფის სასულისთვისაა? შვილო. პატარა სირთულე გაგვიჩნდა. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ქალბატონი ბატს მიეძება. ბატი კი ჩვენ უფრო გამოგვადგება. აბა, რას მოუხერხებ? მე? ბატს კისერი მოვუგრიხოთ. გაუგონარია. შენზე არ უთქვამს ქალო. სულ ერთია, მაინც გაუგონარია. საბრალო ბატი. მართალი ხარ. თანაც ეს პრობლემას არ გადაჭრის. კიდევ რა შემომთავაზებ? გეყოთ ბჭობა. მალე აქ ჩემი მსახურები იქნებიან. და მე საკუთარ ტყავზე გამოცდით, როგორია, როდესაც კისერს გიგრეხენ. ზუსტად. უფლისულ ამანდუსის დამატყობებელი ჯერ დაუსჯელი არ დარჩენილა. არც თავადის ქალის. თავადის ქალის? ნუ ერევი, შენ რომ არა, ბატს არ მივეწებებოდით. მე რომ არა? ნუ მაცინებ, ჩამომხმარო. ჩუმად.
ჩემ ვაჟს ფიქრში ხელს უშლით. აბა? რადა? შინაბერას? ხელი მოუკვეთოთ. ხის გულისხმობს. ნედავი ვის გადაღრძვებულო? მე? ცოტა არ იყოს ულამაზოა. მხოლოდ ამაზრის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლი არ აქცდებათ. უფალი დაუყოვნებლივ ჯის სოდვილებს. არავის პატიობს თავის ღირსეული წარმომადგენლებისადმი ამგვარ მოპყრობას. განსაკუთრებით უფლისწულებისადმი. მე ღვთის მსახურებს გულისხმობ. განა მე ღვთის კურთხევით არ ვარ უფლისწული. ამიტომ ბატი მე უნდა მერგოს. მხოლოდ მე გირჩევნიათ ყველა მხმა ჩაიწყვიტოთ. თორემ ჩემი ვაჟი იმაზე იზრუნებს, რომ ერთი სიტყვაც კი ვეღარ წარმოთქვათ. აბა რა? შემშვიდი. ძალიან წუხარ, მაგრამ მოჰკვეთე ხელი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ აუცილებელი. როგორც უფლისწულს, ამის გარკვეული გამოცდილება მაქვს. თუ დილამდე უკეთეს ვერაფერს მოვიფიქრებთ? შვილო? შვილო? მამა! ღამე მშვიდობის. მშვიდობიან ღამეს გისურვებ. ჩემო დედიკო, წასვლა მომიწევს. მამა ძალიან უბედურია. მე კი უარესად ვადარდიანებ. ჩემს ნაღვლიან სახეს რომ უყურებს, გული ეწურება. მშვიდობით, დედიკო. მამიდა, გაქცევას აპირებ? სწორედ შენებური ოინია. მე მხოლოდ ის მინდა, რომ მამა კარგად იყოს. ნამდვილი სულელი ხარ. ეს მამა შენს სულ მოუღებს ბოლოს. არა. ძადი და გაეკეცი შენს მოვალეობას. მამა შენი წასვლის ამბავს რომ შეიტყობს. დედა შენს საფლავში ჩახვება. კი, მაგრამ რა ვქნა? იხალისე, ხვალ უნდა გაიცინო. თანაც პირველივე მთხოვნელზე. თუ არა და მამა შენს ვეტყვი რომ გაქცევა გინდოდა.
არა. არა. ბატი, მე უნდა მერგოს. არა. ბატი, მე უნდა მერგოს. გაიქეთით. მივეწებე. ჩქარა. ჩქარა. გაიქეთით. ბრიყვები. შვილო? ყაჩაღის მე-9 წესი. მე-9? ძარცვის წინ ტუალეტი მოითავე. თითქმის. გაქცეულს გზა მოუჭერი და სირბილი აღარ მოგიწევს. მე თუ აუცილებლად გვიპოვიან, იმიტომ რომ მოუქნელი ხარ. აქეთ მოდით. ცოდვას გავურბოდეთ როგორც კვერის კესლს. აქ არ არიან. ფრთხილად მეტკინა. გეყოთ. თქვენი სიხარბე და სიბრიყვე რომ არა აქამდე უკვე გაქცეულები ვიქნებოდით. და კიდევ მე მიწოდებთ ბენტერას. შვილო ჩემო ისინი ტყეში არიან. თუ გადარჩენა გვინდა, ერთსულოვნებაა საჭირო. ხომ გაიგეთ? ახლა მომისმინეთ. გაგვექცნენ? სადღაც ახლოს უნდა იყვნენ. რისი ხმა? ნელა? აუჩქარებლად. შენ? ბატი სადღაა? დანარჩენები? აქ ვართ. აი, აქ ვართ. ურტყით. აქ მოდი. მშვიდობისა ძვირფასო დილავ. სასახლისკენ ჩემო ბატონია. სასახლეში? საცulis ამარა? ზურგზე მიკრული ყაჩაღით? მეფეს ასე როგორ ვეჩვენო? სხვა გზა მაინც არ გაქვთ. როგორ მე გადაიტანთ? რა სირცხვილია? არი დარდაშვილო. სასახლეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება. რახანია მის გაძარცვას ვნატრობ. გაძარცვას? გამარჯვებული? ანეკდოტს მოყვება. მე უკვე ვიცი, ვინც იქნება. ქვა, მაგრატელი ქაღალდი. ერთხელაც. ქვა, მაგრატელი ქაღალდი. მეც იგივე მაქვს. ქვა, მაგრატელი ქაღალდი. ჭა არ ითვლება. ითვლება, არ ითვლება. ითვლება. არ ითვლება. შეარამზადა. შენ კი მატყუ არა ხარ. შეძაღლო. ნამდვილი ველურები. მართლა. ჩემი აზრით, ჩემს ძვირფას ძმისშვილს ესენი უფლის წულამანდუსზე უფრო მეტად შეეფერებიან. ჩემი კუდი. კუდი. ფრთხილად. მოიცადეთ. ფრთხილად. უკან. გმადლობ. Weiter geht's. ახლა რაღაცია საქმე. მეფის ასულს ბატი რომ არ მოეწონოს? სისულელეა, უეჭველად მოეწონება. ხო? აბა რა? აბა. სად არის? ახლავე მოვა. სიზუსტე მეფეთა თავაზიანობა. აგერ მობრძანდა. ლუიზე. მამა.
პირველი. თქვენო უწმინდესობა? უდიდებულესობა? მეფისასულო? რით გაგვახალისებთ? ანეკდოტით თქვენო უდიდებულესობა. მაშასე, გთხოვთ. ერთმანეთს ხვდებიან? კურდღელი, მელა და დათვი ტყეში, მდელოზე. ტყის მდელოზე. დათვი ეუბნება კურდღელს. აჰა, ეს რა არის? ჩემი ვახშამი? სადილი. მაგრამ დათვი ხომ ვახშმად მელას შეჭმას აპირებდა. საუზმედ ბრიყვო. დარწმუნებული ხარ? აჰა, ეს რა არის? ჩემი სადილი. კურდღელი ამბობს, მე არა, მე ბებერი და ჩამამხმარი ვარ, ჭობს მელა შესანსლო. ბებერი ვარ, საღამომდე მოიცადე, გავსუხდები და წონაში მოვიმატებ. ეს რა მასხრობაა? გაეთრიეთ. ახლავე, შემდეგი. არა, მოიცადეთ. სწორედ ისაა სასაცილო ერთმანეთს თხრობას რომ არ აცლიან. ამაშია მთელი აზრი. ასე არ არის, ლუიზე. ეს ხომ სასაცილოა. სულაც არ არის სასაცილო. ცოტაც და გაიცინებდა. ჰეი, თქვენ. აქ რიგია. ჩვენ ორი უზნეო ყაჩაღი გვახლავს. თუ კი უზნეო გაუზრდელს ნიშნავს ვერ დაგეთანხმებით. იცით, ჩვენ მეფისასულისთვის საჩუქარიც გვაქვს. ხო? აი, ნახეთ. ოღონდ ხელი არ მოკიდოთ. სრაფად. ხილად. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია. იქ რა ამბავია? ბატი ჩემია. ხელი არ მოკიდოთ. მეფისასულო, საჩუქარი მაქვს. ეს ხომ სიჩუმე. მეფისასული. მოვდივარ. კი, მაგრამ ეს ხომ ბენტერა? ვინ? ვინ არის? მეფისასულო. უფლისწულო. მეფისასულო? შენ ვინ ხარ? გახსოვართ? სოფლიდან ხარ. როგორ გაბედე ჩვენთვის ხელის შეშლა? მან საჩუქარი მოიტანა. გაჩუმდი. რა საჩუქარი გაქვს? მეფისასულისთვისა. მერე, გვაჩვენე. არა, თქვენო უდიდებულესობა. მიდი, გვაჩვენე. არა. არა. ის ხომ სუფთა ოქროსია. არა. დავიოებო, მომეცით. სწრაფად. არა. წეული ბატი. ბოლოს და ბოლოს მოიცადე. მომეცი გესმის? წეული მციყავ. ეს ბრძანებაა. გიბრძანებ გესმის? ახლავე მომეცი. ახლავე. სიცილი არ გაბედო. არავინ გაბედოს სიცილი. გიგრძალავთ. რას ბედავთ? ახლავე შეწყვიტეთ სიცილი. ვერ გაიგონეთ რა თქვა მისმა უდიდებულესობამ? შეწყვიტეთ მეთქი. შეწყვიტეთ. ეს მდაბიური ხარხარი ყოველგვარი წესის დარღვევაა. შეწყვიტეთ. კი, მაგრამ მამიდა, შენ ხომ გინდოდა რომ გამეცინა? ხო, მაგრამ
ასე წლანქად და თავაშვებულად კი არა. რატომ ტლანქად და თავაშვებულად? ასეთი მშვენიერი სიცილი უკვე დიდი ხანია არ გამიგონია. მე კი არასოდეს გამიგონია. მას ვინ ხარ? მე ბენტოლი, თქვენო უდიდებულესობა. ჩვენი გმირი და გადამრჩენელი. მე კვლავ, ნახეთ. თავისუფლები ვართ. გავთავისუფლდით. ყაჩაღის მე-17 წესი. გაქცევა თუ შეგიძლია, გაიქეცი. ლიზელ, როგორ გამოვიყურები? ღმერთო. თავადის ქალამდე ცოტა გიკლია. სტეკ, საპყრობილეში. შეიძლება ეს ბატი გაჩუქოთ. გამოართვი ეგ ბრიყული ბატი და ამ გმირს გაყევი ცოლად. რა კი მამა შენ მასე გადაწყვიტა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თვითონ ასე სურს. ედუარდ, ეს შენს გიხება. მე? რაო, რას ამბობ ბატო? ბენტოლი კარგი ყმაწვილია. ბატი მართალია. ასეთ შეიძლება ითქვას. მამაცია? კეთილშობილი? ჭკვიანი? ასეც არის. თანაც მკვეხარა. ეს არ უთქვამს. არა? მაშ რა თქვა? ბატმა თქვა? რაო? რომ სიცოცხლეს გავწირავ იმისათვის, რომ აღარასოდეს იდარდოვო. მართლაც ასე თქვი? განაბატებით ყურულს ამბობენ? რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. მაშინ ის ხარ ვინც მჭირდება. შენ კი ის ხარ ვინც მე მჭირდება. ვაშა, ბედნიერი ვარ. ჩემს მშვენიერ ასულს ცოლად გატან და ნახევარ სამეფოს მზითვად გაძლევ. ნახევარ სამეფოს? რას ამბობ? მან ხომ ჯერ გამოცდები უნდა დაძლიოს. ღვინის მთელი მარანი დაცალოს, პურის დიდი მთა შეჭამოს და ისეთი გემი მოძებნოს ზღვაზე და ხმელეთზე რომ დადის. კმარა, შენ ჩვენზე მეტად ყოველთვის ძალაუფლება გიყვარდა. შენს რჩევებს ყურს აღარ დავუგდებ. ძვირფასო ხალხო, როგორც იქნა, ბნელი ღრუბელი გაიფანტა. ბედნიერ წყვილს გაუმარჯოს. გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ვაშა!